წავიდეთ, ცოტა გავიაროთ. ჩვენი ყვავის გალია. ზოგადად მე არ მიყვარს გალიებში ჩიტები, თუთიყუშები და ასე შემდეგ. მაგრამ ეს ყვავი ხო ცუდად იყო და ოპერაცია რო გავუკეთეთ. ორი, სამ თვემდე სადაც ჩვენთან ცხოვრობდა და გალიაში გვყავდა სხვა გზა არ იყო. ეს ჩვენი თხილის ხეებია. ჩვენი თხილის ხეები. აქ არის, ნახეთ რა ამაზია. აქ ვაპირებ ზაფხულში, გაზაფხულზე, თბილ დღეებში სუფრის გაშლას, სუფრების. ძალიან მინდა, ძალიან ველოდები ამ პერიოდს, აქ ძალიან ლამაზია და ზოგადად მომწონს ასეთი რაღაცეები. აქ მინდოდა მონახა არის თუ არა ყვავილები, მაგრამ აქეთ არ არის. ნახეთ როგორ არის. აქ არის უფრო ტყისკენ ტერიტორია და უფრო გრილა. თან როცა აქ მოდიხარ, უფრო გრილა ვიდრე აი 50 მეტრში. იქით არის უკვე ყვავილები გუში რო განახეთ და ეხლა მინდა ვნახო. მე რო უნდა მოვაწესრიგო იქ ჩვენ ფეხსაცმელის ადგილი, თორე ბავშვები რა დარბიან, მთელი ტალახი მანდ შემოაქვთ. აბა აქ ვნახოთ. აქ უკვე არის ცოტა, მაგრამ იქ ვერ შევალ. ესეთი ადგილია. რაღაცები ყრია და ვერ გადავალ. არა, ისევია. ხვალ თოვლი იქნებაო და ღმერთო, როგორ არ მინდა, იცით უკვე თოვლი. აღარ მინდა. როცა მინდოდა არ იყო და ეხლა აღარ მინდა, მორჩა. ყავა დამექცა. აი ასე. რა კარგია გარეთ. აი ველოდები ამას როდის მოვაწესრიგებ, აი ამ ყველაფერს. აქ მაქვს ყვავილები ყველგან, ოღონდ შეფუთილი. ზედ მაქვს დაყრილი ეს მშრალი ბალახი და კარგად შეინახა წინვისგან. ასე როგორ ველოდები ზაფხულს და როგორი სახალხო. და მე ცოტა ისე ვარ, გუშინ უყურებდი ღამის 2 საათამდე ერთ ფილმს, სადაც ქალი ავღანეთში ცხოვრობს ორ ბავშვთან ერთად. ერთი სიტყვით, მე ვერ მივხვდი, რატო ცხოვრობს იქ. აქვს მიწაში ამოთხრილი სახლივით, იქ ჩადის ცოტა ოდნავ, იქვე მიწაზე აქვს განთებული ცეცხლი, ჩაიდანი, ჭურჭელი, რაღაც გადასაფარებლები და იქ ძინავთ, იქ ჭამენ, იქ ცხოვრობენ. მე არ ვიცი იქ რატო არის ეს ქალბატონი, მაგრამ აი ვხვდები რომ ძალიან რთული პირობები აქვს და ამით არის მაგის ვიდეო საინტერესო. რამდენიღაც მილიონი ნახვა აქვს, 9 მილიონი მე მგონი, მაგრამ ასეთ პირობებში რომ ცხოვრობს, ერთ დროს მე მარწყები. აქეთ რატოა მარწყები? აქეთ გადმოვიდნენ. რაღაც მომენტში იცით მომეჩვენა რომ კონტენტის გამოთ არიან მანდ და ასე შოულობენ ფულს, მაგრამ ეტყობა რომ რთულ პირობებში დიდი ხანია ცხოვრობს და არ მინდა დავიჯერო რომ კონტენტის გამოთ. ნახეთ რა ლამაზია. იქ ყავს ბავშვები. გუშინ დამავიწყდა ვიდეოში მე თქვა, მე კი მივწერე რომ ჟოლოც დავრგეთ. აი ჟოლო. თქვენ ახლა ვერ დაინახავთ, აი 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 12 ძირი ჟოლოა. ხო და იმ ქალბატონზე უყურებდი დოკუმენტალურ ფილმებს.
ისინი მან საჭრელია და ჩემი ქმარი რატო არ ჭრეს? აი ხე რო გაიზარდოს კარგად ზევით და არა გვერდებზე, აი ესენი აქვს მოსაჭრელი. აი აქედან, ხო, უნდა მოდიოდეს მხოლოდ 2 ტოტი ზევით. აი ეს და ეს არის ზედმეტი. ეს არის მთავარი, აი მთავარი ტოტი მოდის, უნდა მოდიოდეს 2 და აქ ნახეთ რამდენია. აი აქ ნახეთ როგორ გამოვიდა. აქ მოჭრა. ნახეთ 2-ია. იქ არ მოჭრა რატომღაც. ყოწახური ხალხი ჩვენთან. გიჟივით იზრდება. სტოკრილა რატო გამოვედი ასე. აი ეს არის ყოწახური. ერთი იქით გქონდა და მეორე. ხო, რისი თქმა მინდა. და ეს ბავშვები ძალიან მოცოდებიან. არ ვიცი ვინ იღებდა, ალბათ მეუღლე იყო მაგისი. მოუტანა საჭმელი, შეიტანა იქ პარკებით. მე გამოიტანა ცხელი ჩაიდანი, გარეთ ცხა ჭურჭელი, ბავშვმა დაღუსხა და ეხმარა და მე რა მოხდა? მოხდა ის, რომ შევიდა და დააძინა ეს ბავშვები. იქ მიწაზე, აი უბრალოდ აქვს რამოდენიმე ადიალა დაფენილი და ასე დააძინა. არ ვიცი. ვერაფერს ვერ ვიტყვი, რაღაც დასკვნებს ვერ გამოვიტან, მაგრამ ძალიან შემეცოდა სამით ეგ ქალბატონი. ეტყობოდა, რომ ძალიან დაღლილია ასეთი ცხოვრებისგან. დღეს აქ იმდენი შაშვები მოფრინდნენ, ეს რო ამოთხარეს მათქვა მოვიდა, ბევრი ის რაღაც როგორ გითხრათ, ფესვები, ბალახები და მოფრინდნენ და ჭამდნენ დღეს. ასე. და აი ამ ქალბატონის ვიდეოებს უყურებდი ხო, ამის 3 საათზე მორჩი და მეთქი всё მორჩელი დაწექი და ის. მაქსი ეს შევიფარეთ ეს ზაღლუკა. პატრონმა გააგდო სცემდა და აქ რო დავდიოდით პანდემიის დროს, მოდიოდა ჩვენთან ვაჭმევდით რამოდენიმეჯერ და იცით როგორი ერთგული ზაღლია? ისე იცავს ტერიტორიას, ეხლა არც გვაქვს შემოღობილი, არაფერი არ ჭიშკარი და არაფერი არ გვაქვს და ისე იცავს ტერიტორიას, რომ გაგიკვირდება ეს. ჩვენ გერმანულ ნაგაზებზე ბევრით ჭკვიანი მეჩვენება ეს ზაღლი. მაგრამ უკვე იქნება სადღაც 10 წლის, იმიტომ რომ ეტყობა ხანი, უკვე წევს ხოლმე დიდი ხანი ეზარება, აი ეს ჩვენი ზაღლები როცა დარბიან და თამაშობენ. ეხლა კი ყველა წელს ნახეთ. საყვარლები ნახეთ როგორ წვანენ. ამას ეზარება უკვე. და აი ასე რატო სცემდა ამის პატრონი, არ ვიცი რა არის საცემი აქ, იმიტომ რომ თან მე მეზობელმა მითხრა, იცნობს ამ ზაღლის პატრონს და ყოფილ პატრონს და მითხრა რომ ჭიტები როგორ ჭიკჭიკებენ და მითხრა რომ სცემდაო და არ ვიცი მე ხო ზაღს რა მიზეზით უნდა სცემო ასე რომ სახლიდან მიდიოდეს და ჩვენთან რომ მოდიოდა შევიფარეთ და დავიტოვეთ ერთი სიტყვით ასე. ეხლა უნდა დავგავო, ნახეთ რა ხდება. ეს ბავშვები გარეთ რო იყვნენ ყველა ჭურჭყი პირდაპირ კართან მოიტანეს და ეს რა მოვაწესრიგვა ცუდად ვარ უკვე.
იცით როგორი განწყობა მაქვს, აი გაზაფხული რომ მოდის და გარეთ რო გავდივართ და რაღაცას რო ვაკეთებთ. მაგის განწყობაზე ვარ, უკვე მინდა რაღაცა ვაკეთო. მაგრამ არ ვიცი როგორ მოვახერხებ, რომ აქაც ვიყო, თბილისშიც ვიყო, მთელი ჩემი საქმეებიც ვაკეთო. აზრზე არ ვარ, მაგრამ კვირაში 2 დღე აუცილებლად უნდა დავრჩე სახლში. რადგან ამ საქმეს მიხედვა უნდა, ეზოს მიხედვა უნდა. მე არ მომწონს რაცა ეზო მაქვს. მოსაწესრიგებელი. ყვავილებს მოვლა უნდა. ეს რიცხვი. თან გაშრა, მაგრამ ცოტა სველია და სახში არ მოგეხლა ადგილი, სად უნდა დავფი. წავედი, შევედი სახში ახლა. აქ დღეს 2 ციყვი დახტოდა. და 2 ციყვი, აი შარში გაფრინდა ნახე. კარგად. ფუჭდება მინდიო, ფუჭდება კი არა გაფუჭდა. ისინი რას აკეთებენ და ბავშვები. ჩუმად არიან, რა ხდება? გავაკეთეთ სომი. სანამ დავაძიმეთ ბავშვებს, გავაკეთე ფარში. გავამზადე პელმენის გასაკეთებლად. ჩემი ლამაზი ყვავილები. ირაკლი ნებისმიერი დიდი კოვზი აიღე. აი მე როგორ ხმაურობს. ნახეთ როგორ ამოდი შეიცვალა ჩვენთან. თან კამერაზე კარგად არც ჩანს, რომ ეს არის ნისლი არის, ცოტა დაბურილია. აი ხედავთ სახლს. იქ ვიყავით დღესასწაულები, აი ამ სახლში. ოპა. ისე გამოვიარეთ, მე ისე გავიარეთ და ამ გზაზე მოვედით. პელმენი უნდა გავაკეთო. ეს არის კიდევ ერთი კერძი, რომელსაც არ ვყიდულობთ და ვაკეთებ სახლში. ხინკალსაც სახში ვაკეთებ, მაგრამ ძალიან იშვიათად, იმიტომ რომ ხინკალს უნდა განწყობა, ხინკალს უნდა ვინმე კიდევ რომ გყავდეს გოგო ან ვინმე ნათესავი ან ბებო, ერთი ჭიქა ღვინო და სიმხიარულე და სიმღერა. აი მაშინ არის კაი ხინკალი. ახლა ჯერჯერობით იყოს პელმენი. ბავშვებს უყვარს თან ძალიან. ერთი წამი გავათხელებ მე და მერე შენ, ხო? არა.
ახლა ავიღე ტელეფონი, ახლა დავდიფხილებს და გავაგრძელებ. მთავარია გული იყოს წვნიანი, ცოტა წყალს უმატებ, რომ პელმენს რო ჩაკბიჩავ, აი ხინკალს რომ წვენი აქვს. ამნაირად ჰქონდეს პელმენს. ანუ ამდენი არა თქმა უნდა, მაგრამ ჰქონდეს და უფრო გემრიელი გამოდის. ვფიქრობ, რომ ძალიან სიმპათიური სახლის პელმენი გამომივიდა.